გამარჯობა. დღეს 20 მაისია, სამშაბათი 2025 წელი ომის დაწყებიდან 1191 დღე გავიდა. თბილისში საღამოს 10 საათია, კიევში საღამოს 9 და ჩემთან ერთად არის უკრაინის საფრთხების სამსახურის ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. ვანო, გამარჯობა. გამარჯობა. კარგად ავად როგორ ხარ? Мадლობა, каргат. Аქვე ჩვენს უკრაინელ მაყურებელსაც მივესალმოთ. Витаю наш украинский друзі. Дякую, что вы с нами. Вибачте, що у нас не на українській мові відео, але у нас є українські субтитри. Слава Україні. დავიწყოთ შევაჯამოთ გასული კვირა, ხო? მთელი მსოფლიოს ყურადღება გადაჭიმული იყო სტამბოლიდან ვაშინგტონამდე. ამ კვირის განმავლობაში და ეს დიპლომატიური ფრონტი გასაგებია და მას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდეთ, მანამდე შენ მოგვიყევი რა ხდებოდა ნამდვილ ფრონტზე. რა ხდებოდა იქ სადაც ბრძოლები მიმდინარეობს და იქ სადაც მართლა აი საბრძოლო მოქმედებებია. დავიწყოთ ჩრდილოეთიდან დავიწყოთ, სუმის ოლქიდან დავიწყოთ. სუმის ოლქში ალბათ იცი რომ გასულ კვირას ქალაქი დასახლება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მოზრდი დასახლება ეს არის ტოტკინო. ჩვენები ისევ შევიდნენ, ის რომ ჩვენი ჯარი შევიდა ტოტკინო მთლიანად უკრაინული შეიარაღებული ძალები აკონტროლებს. ის რომ მაგალითად კურსკი ეს რაც იყო ნარატივი რომ კურსკი მთლიანად დატოვეს, უკრაინულ ჯარებს არ დაუტოვიათ კურსკი მთლიანობაში. პირიქით უკვე ტოტკინო მარტო ტოტკინოდან 1 კილომეტრი კიდევ წაწეულები რომ მთლიანად ქალაქს აკონტროლებს. ჩამოვიწვევთ უკვე ცოტა ქვემოთ, ეს არის ვოლშანსკის მიმართულება, ხარკოვის ოლქი. ვოლშანსკის მიმართულებაზეც არავითარი რუსებს წინსვლა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფაქტურად დაწყებული არის საზაფხულო შეტევა რუსების უკვე ფართომასშტაბიანი შეტევა ფაქტურად დაწყებული არის, მინიმუმ 10 დღე არის უკვე. არავითარი წინსვლა არ აქვს და ასევე მთლიან ფრონტს ზაპოროჟიეს მიმართულებამდე რომ ჩამოვყვეთ. ხერსონში ფაქტურად არაფერი არ ხდება, ხერსონში საკმაოდ ჩვეულებრივი სტაბილური სიტუაცია, რამდენიმე მცდელობა ქონდა მაგალითად რუსულ ჯარს რომ ფორსირება მოეხდინათ ნეპრის არ გამოვიდათ. ყველაზე ცხელი წერტილები, ასე ვთქვათ, დღესდღეობით გვაქვს, ეს არის კონსტანტინოვკის მიმართულება, რა თქმა უნდა პაკროვსკის მიმართულება არის თავისთავად და ეს არის ტორეცკი. ტორეცკის ფაქტურად ვერ აიგეს ქალაქი, ეს რატომ ხდება იმასაც გეტყვი. მაგალითად აჩერეტნო ეს სიმაღლე როცა აიგეს თავის დროზე რუსებმა, ხო, აი როცა უკვე პაკროვსკზე დაიწყეს შეტევა. ფაქტობრივად თლიანი სერიოზული ძალები რაც ყავდათ ბრძოლისუნარიანი ძალები შეალიეს აი ამ რაღაც 20 კილომეტრს. 100,000 კაცამდე ყავთ დაკარგული. გამოიფიტა რუსი ჯარი, ტექნიკაზე აღარ ამბობს, საუბარი მოამრავი ტექნიკა დაკარგეს. და მიუხედავად იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, მაგალითად ამერიკულმა მხარებთან შეგვიწყვიტა მაგალითად სადაზვერვო ინფორმაციის მოწოდება რეალ დროში ხმერი აღვიდგინა უკრაინულმა მხარემ თავდაცვით რეჟიმში, რა თქმა უნდა, საკმაოდ წარმატებით იმუშავა. მე აქ რო გავამახვილებდი დრონების ფაქტორს, დღესდღეობით მაგალითად სელიდოვოდან რუსებს ცხვირის გამოყოფას კი უჭირთ. იგივე მაგალითად პაკროვსკის სხვა მიმართულებაზე ციკლი არიან მაგალითად სამხრეთის მხარეს ეს ცხვირია გაკეთებული, მაგრამ ფაქტობრივად ლოჯისტიკური მხარე არის განულებული იმათი დრონების მეშვეობით. მე ვიტყოდი რომ ესეობით არ ჩვენ გვაქვს წინსვლა, ხო, რა თქმა უნდა თავდაცვის რეჟიმში ვარ და არც იმათ აქვს წინსვლა, ეს იმის გამო რომ ლოჯისტიკა არის ფაქტურად შეჩერებული ჩვენ მხარესაც, სხვადასხვა მოთხარესაც. პოკროვსკიზე მინდა კითხო, რაღაც ვსელდება ინფორმაციები რომ მთელი წელია ხო ამ პოკროვსკის აღებას ცდილობენ, არაფერი არ გამოვიდა და ეხა თითქოს ვიქტორის შეცვალეს უფრო სლავიანსკი, კრამატორსკის მიმართულებით ცდილობენ გადაადგილებას და შეტევის წარმოებას. ამაზე რა შეგიძლია გითხრათ, რამდენად დასტურდება ეს ინფორმაცია? თან მაყურებელს უთხრათ სლავიანსკი, კრამატორსკი არის ის ადგილი, რომელიც 2014 წლიდან პრაქტიკულად ფრონტის ხაზია იქ გამაგრებული იყო და მესამე წელია უკვე და აქაც კი ვერ გამოვიდნენ საზღვარზე, ხო, ანუ სლავიანსკამდე, აბოეკერა და კრამატორსკამდე ვერ ჩამოვიდნენ. აი ეს ინფორმაციები რომ ვთქვათ გადაინაცვლა ვექტორმა აქეთ რა ხდება ამ მიმართულებით ესეც? შევარდი რა შეიძლება საქმე სლავიანსკი არის საკმაოდ მოზრდილი აგლომერაციული დასახლება. ხო, საკმაოდ ძალიან ბევრი ხარ თავად ნავყოფი, აბსოლუტურად ისევე როგორც მე, ისე შენ იცი ფაქტობრივად ყველა მიმართულები კონსტანტინოვკიდან კრამატორსკის სავერტნელ ეს მიმართულები კარგად იცი საკმაოდ.
სლავიანსკ და კრამატორსკის მიმართულებაზე რომ შეტევები დაიწყონ, მათ ჭირდებათ აუცილებლად ლემანის აღება ჩრდილოეთით, აუცილებლად და რა თქმა უნდა კონსტანტინოვკის აღება. 2025 წელს იანვარიდან კი პრაქტიკულად 1 წელია რუსებს არ აქვთ არც ერთი ქალაქი აღებული, ასე ვთქვათ, რაღაც სერიოზული დასახლება ფაქტობრივად არ აქვთ აღებული. ასე რომ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ მაგალითად სლავიანსკს შეუტევენ და კრამატორსკს. სლავიანსკს და კრამატორსკს რო შეუტევენ, ამისთვის საჭირო არის ჯერ ბოდიში გაწყდა შენ იხმა, ანუ იქ გავჩერდით რომ სადამ იმისთვის რომ შეუტიონ სლავიანსკს საჭირო არის რაღაცა ნაბიჯები და ანუ ისევ გათიშულია, აქამდე სანამ ანუ დაგვიბრუნდება და გაასწორებს ინტერნეტს, გთხოვთ რომ გამოიწვიოთ არხი და ლაიქოთ, ეს ჩვენ დაგვეხმარება იმისთვის რომ განვითარდეს ეს არხი და კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ ხოლმე ვანოსთან ერთად აი ამ ანალიზ გასული კვირის. ხო, იქ გავჩერდით, მოკლედ შენ ხსნიდი რა არის საჭირო იმისთვის, რომ სლავიანსკისკენ წინ წაიწიონ და იქიდან გავაგრძელოთ. სლავიანსკი კრამატორსკის რომ მიიტანოს შეტევა და ელემენტარულად ოპერატიულ ალყაში მაინც რომ ჩააგდონ ეს ორი ქალაქი აუცილებელი ამისთვის კონსტანტინოვკის აღება პირველი ლემანი ასე ვთქვათ კუპიანსკი ლემანის მონაკვეთზე წარმატებას რომ მიაღწიონ და ლემანი აიღონ პლუს იქ დრუშკოვკა ბელაგოროდკა რომელიც არ აქვს აღებული რუსებს და არ აქვს განთავისუფლებული ასე რომ ძალიან ადრე მიმაჩნია საერთოდ სლავიანსკზე და კრამატორსკზე საუბარი. გარდა იმისა, რომ ადრია მან ძალიან კარგად არის გამაგრებული თვითონ საბრძოლო ხაზები ამდენადაც მივიც. დიახ, კი, ეგეთი და მეორეც სლავიანსკი რუსებისთვის ჯერჯერობით მოწმობელია, იმიტომ რომ იმ ქალაქებთან შედარებით, როგორც არის მაგალითად ბახმუტი, რაც აიღეს ლისჩანსკი, სევრადონეცკი, სლავიანსკის სხვა ქალაქია. სუსხვა რელიეფური მიდგომა ასჭირდება მათ, იმიტომ იქ არის დაჭაობებული ადგილები, მდინარეა, რელიეფურად ძალიან ძია. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც სულთან შეუძლიათ მისვლა, ასე ვთქვათ, სლავიანსკამდე, ეს არის კონსტანტინოვკა კრამატორსკის სლავიანსკის მიმართულება. და კონსტანტინოვკასთან კი მე მგონია, რომ კალგა ხანს კიდევ გაუჩიამურდება რუსებს შეტევა. აი, ეს ყველაზე გასაღებია. შავი ზღვიდანაც მოგდის ცნობები აფეთქეს რუსების ის, აფეთქეს რუსების ეს. ვინ ატარებს ამ ოპერაციებს? რას აკეთებს და რა მიზანს ისახავს? ამ ოპერაციებს აკეთებს ორი სამსახური, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის SBU, ძირითადად და რა თქმა უნდა, გურიც ატარებს დაზვერვის მთავარი სამმართველო თავდაცვის სამინისტროსი. ერთობლივი მუშაობით მაგალითად 2 აპრილს ჰქონდათ ძალიან წარმატებული მუშაობა, ჰქონდათ სამუშაო ჩაატარეს, გაანადგურეს რამდენი რადიოლოკაციური სადგური, პლუს S300 და S400-ის გამშვები კომპლექსები და ყველაზე მთავარი რაც იყო ეს იყო სევასტოპოლთან აეროდრომზე რუსები არ ამბობენ ჩუმად არიან, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ 4 თვითმფრინავი არის განადგურებული. გუშინცნაც წარმატებული ერთი შეტევა იყო და გუშინ გამთენისა ჩაატარა უკვე სახელმწიფო უშუალოების სამსახურმა, უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ზღვაში ოპერაცია. ეს იყო რუსებს მიტაცებული ჰქონდათ პლატფორმა, ეს გაზის მომპოვებელი და ამ პლატფორმაზე იყო განლაგებული ესეთი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც საკმაოდ წარმატებულად იყენებენ რუსები, რაც 100 კილომეტრებზე რადიუსში, 100 კილომეტრის რადიუსში აკონტროლებდნენ ხმელეთსაც, ზღვასაც. ჯერ იყო დრონებით შეტევა მიტანილი, ზემოთა მხარე პლატფორმა განადგურდა, ეს იყო თვითონ სადგური, რადიოლოკაციური, საცხოვრებელი ბლოკი და შემდეგ უკვე საზღვაო დრონით მიიტანეს შეტევა და ფაქტობრივად განადგურებული არის ეს პლატფორმა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ წარმატებული ოპერაცია. რაც მეტი რუსული რამე განადგურდება, უკეთესია და რა ხდება მაგაზე გეტყვი ჩემორატი ფაქტობრივად იქით გადაყარა ყლიმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად ელემენტარულად ყლიმის ხიდი, იცით ჩვენთვის ყოველთვის ესეთი სამიზნეა, პრეროგატიული სამიზნე არის
რაც უფრო ჩვენ მეც საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს გავუნადგურებთ რუსებს, ჩვენ უფრო მეტი ხელფეხი გვეხსნება და რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან ალბათ გერმანელები როგორც ვიცი უკვე აპირებენ თვითონ რაკეტათა აუბრუსაც მოგცემენ და მაშინ უკვე გაგვიანებენ. მერცი ნახოთ, მერცი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ ჯერ ისევ მხოლოდ რაღაცა რიტორიკის დონეზე რჩება და მართალია ეხაც ფინანსების გამოყოფაზე ლაპარაკი, იმედი რომ სტაურუსები მალე ჩამოვა უკრაინაში და ეხლა ისევ ცაზე დაუბრუნდეთ, აი ამ რაღაც სატელეფონო დიპლომატიის წინ ჩვენ ნახეთ რაღაცა მასშტაბური, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის შაჰიდების გამოშვება უკრაინის მიმართულებით, თუმცა ეს არ იყო გამონაკლისი, ხო? თითქმის ყოველ ღამე გრძელდება და მთელი კვირის განმავლობაში რო შევაჯამოთ სტატისტიკისავით, ანუ რამდენჯერ მოხდა რა ტიპის რაკეტებით თუ უპილოტოებით იბომბებოდა უკრაინა, რა ხდებოდა, როგორ მოიგერიეთ და რა ზიანი მოაქვს ზოგადად აი ამ დაბომბვას. მოდი ასე ვთქვათ, ჩემო რატი დავიწყოთ შაჰიდებიდან. შაჰიდი 136 ანუ გარან 2 როგორც რუსებმა დაარქვეს. აქედან თვითონ საბრძოლო უპილოტოები შაჰიდები თითქმის ყველა არ არის. აქ არ შერეულად მოდიან, ეს არის მეორე პაროდია კიდე. ესეთი უპილოტო არის, პაროდია ქვია, რომელიც შაჰიდის გავსია ყველაფერი, მაგრამ არა საბრძოლო. აი ხშირად ალბათ ვკითხულობთ ხოლმე რომ აი ამ მაგალითად 100 შაჰიდი გამოუშვეს, აქ 100-დან აქეთ ამდენი განადგურდა ეს და ფიქრობთ ალბათ დანარჩენი საწავიდა. ეს არის ზუსტად ეს პაროდია, რომელიც ხვრელებს პოულობს ჩვენ საჰაერო თავდაცვის ცდილობს რომ ხვრელი იპოვოს და გადაწყვიტოს ასე ვთქვათ და შაჰიდებმა უკვე თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცეს. ეს პაროდიები გადაწყვიტავენ ხვრელს აღმოაჩენენ და მე ამ ხვრელში უკვე შაჰიდები მოდიან. რასაც ქვია, მაგალითად გუშინ წინ იყო 279 ერთეული, ეს იყო პირველი შემთხვევა მაგრა ოდენობით და რაიმე შედეგი რომ მოეტანა სერიოზული მაგ შეტევას ნამდვილად არ მოუტანია. შეეშინებინა უკრაინელები ვერ შეაშინა, იმიტომ უკვე შეჩვეულებები არიან და ძალიან ძნელია უკრაინელი მოსახლეობა რაღაცით შეაშინო დღეს. და გუშინ წინ ჰქონდათ 150 და გუშინ კიდევ ჰქონდათ 100 ერთეული შაჰიდი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ მოსახლეობაზე ეს მაგალითად ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, უკვე აღარ მოქმედებს, იმდენად შეჩვეულებები არიან, პირიქით როცა არ დაფრინავენ ძალიან გაკვირვებული შედეგია ხოლმე. ტრამპზე და პუტინზე გადავიდეთ, აი ეს სატელეფონო საუბარი იყო არაფერი თუ აი ბლა 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 ილაპარაკეს, რაღაცა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს. მე ხა ჩემას გაგიზიარებ, ან ტრამპიც როგორ იქცევა ჩემი აზრით, აი თვრალი კაცი ვარ და გამაკავეთ თორე ვიჩხუბებ, აი რაღაცა ეგეთ პოზიციაშია რა და თითქოს რაღაცა თან ვერც გადის მოლაპარაკებებიდან, იმიტომ რომ ნათქვამი აქვს რომ უნდა რაღაც მშვიდობა დაამყაროს, არც გამოდის, უკვე მე რამდენად პუტინმა ასე ვთქვათ აირიდა თავიდან ეს ყველაფერი. მან უკრაინაში ზოგადად არა მარტო სამხედროები ვთქვათ, ვისთანაც უფრო ყოველდღიური შეხება გაქვს, ზოგადად მოქალაქეებიც როგორ უყურებენ ამ პროცესს, ამ ტრამპის ამ გადაწყვეტილებებზე, რას ფიქრობენ, რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურად არ მოსახლეობა განწყობილი. დღეს ერთ ამობს, დღეს ეძახის ზელენსკის დიქტატორს, მეორე დღეს კაიბიჯია, მესამე დღეს ეძახის ვაჭარია, მეოთხე დღეს კაიბიჯია და არც ერთხელ არავის არ გავუგია პუტინზე იგივე ანალოგიურად ეგეთი განწყობით, კაცად განწყობით, რაღაცა სიტყვებით, სრული სიტყვებით წარმოიდგას პუტინის მიმართულებით. ამიტომ მოსახლეობა ძალიან განაწყობილი და ძალიან გაბრაზებულია. მოდით ისაც ვთქვათ, რომ საერთოდ ტრამპის ინაგურაციის შემდეგ მან არასწორი მიმართულება იყო. მაქსიმალური ყურადღება გადაიტანა ღაზას სექტორზე. თუმცა იქაც ვერ აქვს დიდი მიღწევები. ღაზას სექტორიდან მე გამოიქცა უკრაინისკენ, მე ძალიან არაადეკვატური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, და პლუს ამას ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო რაღაც პოლიციის როლს ასრულებდა და ამ შემთხვევაში ძალიან დააკრინა ამერიკა ამ არასწორი, არამყარი რაღაცა ცვლილებები და გუნდსაც როგორც უყურე მაგალითად ვენსიდეს ერთადერთი რუბიოს უყურე ცოტა საათი თვალით ვენსზე საერთოდ წარმოდგენაც რა ადამიანია. მე ვფიქრობ რომ უკრაინასთან რაღაცა უნდა დაანებოს უკრაინას თავი ამერიკამ, ჩემი აზრია ეს. ხო ამობს ტრამპი რომ მე ამერიკის ეკონომიკა უნდა აღვადგინო, ხო?
აღადგინოს ამერიკის ეკონომიკა, რომ ჩვენ ბევრი იარაღი მოგვყიდოს. უკრაინა თავისი მეგობრების საშუალებით იმ თანხას იშოვის, რომ ეს იარაღი იყიდოს. აი თუ შევხედავთ სიტუაციას, პრინციპში შეიძლება თქვას, რომ აქეთაც მიდის, ანუ ტრამპი ცდილობს, რომ ჯერ ერთი რანაირად შეიძლება იყოს შუამავალი და მომლაპარაკებელი მოსკოვს და კიევის შორის, თუმცა მოსკოვმა დაიწყო, მოსკოვი არის აგრესორი, კიევი თავს და ტოლობის ნიშანი აქ ცოტა უცნაურია, მაგრამ როგორც ახლა მისი გაცხადებული პოზიცია არის რაღაცა შუამავალია ის და ფიქრობ რომ ყველაფერი მაგითკენ წაიყვანს რომ დისტანცირდეს მაქსიმალურად, თუმცა ის ვერ შეძლებს რომ იარაღი უკრაინას არ მიყიდოს, შეერთებული ამერიკული სამხედრო წარმოება შეიძლება აუჯანყდეს კიდევაც და შესაბამისად ანუ ალბათ მაგ პინაზე დაждდება რომ იარაღს მიაწოდებს უკრაინას, თუმცა ეს ხდება კომერციული და ნუ ევროპას ფული ნამდვილად არ უჭირს, ამის მობილიზება ხდება და ალბათ ევროპული ფულით უკვე უკრაინას შეისყიდის ამ ამერიკული იარაღს და ასე გააგრძელებს. აქვე მინდა კითხვა, აი თქვათ ჩვენ ნახეთ ერთი ეტაპი, როდესაც ეს რაღაც სადაზრო ინფორმაცია შეწყვიტა. ახლა თუ მოხდა ამისი ასე ვთქვათ დაბექაპება და აი რომ რამე იყოს ალტერნატივები თუ არსებობს უკვე თუ ისევ თლიანად ამერიკაზე არის დამოკიდებული. არა, თლიანად ამერიკაზე დამოკიდებულები, სხვადასხვა ის 2-3 დღეს განმავლობაში რუსეთში გუწყვეტა საფრანგეთმა და ინგლისმა საკმაოდ საფრანგეთმა და ინგლისი საკმაოდ წარმატებულად დაგვეხმარა მაგ ხრივ, ასე რომ ერთადერთი და უალტერნატივო მაგალითად არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციის მოწოდება, რეალურ დროში სადაზრო ინფორმაციის მოწოდება, ისევე როგორც მაგალითად თავის დროზე სტალინი დაგვემუქრა სტალინის გაცვით ილონ მასკი დღესდღეობით შეც კარგად მოგეხსენება სტალინი აღარ არის ალტერნატივო ბევრ კომპანიას აქვს ხელოვნური თანამზადე ბევრ კომპანიას შეუძლია იგივე სერვისის მოწოდება მაგალითად უკრაინის ჯარისთვის ასე რომ წერანას ვახსენე ეხლაც ავთქვი ტრამპი უყურებს ყველაფერს ბიზნესის თვალით და არა სტრატეგიკ პოლიტიკოს თვალით, ჯობია გაერიდოს და დარჩეს ბიზნესმენად, ჩვენ უბრალოდ იარაღი მოვყიდოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები საკმაოდ თანხას გაიგებენ ამისთვის. 3 წელზე მეტია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და ხალხსაც ვილაპარაკოთ თვითონ ხალხს რამედ გადაიღალა. ძალიან ძნელია რომ გადაიღალო ომისგან ყოველდღე არ იცი როდის რა ხდება, როდის საცხოვრებელს მოხდება, როდის საბავშვო ბაღს, როდის რესტორანს. და აი როგორია ეს უკრაინელების განწყობა? ნუ უკრაინელების განწყობა უკვე ასე ვთქვათ, მე უფრო უკვე შეგუებულსო პრინციპში კი შეგუებულს დაუძახებ, შეეგუნა ფაქტიურად უკრაინის მოსახლეობა. რა თქმა უნდა, რატი გადაიღალა, ფსიქოლოგიურადაც გადაიღალა. მე ვფიქრობ, რომ შეეგუა და არამს მაგალითად კაპიტულაციურ ნაბიჯს არის მაგალითად ზელენსკიმ რაღაცა ერთადერთი რაღაცა პატარა მონაკვეთი ცოტა ათმოს ხო კაპიტულაციის ხრი არა ის რომ რუსებმა მაგალითად დაიყვეს. თხე რაღაცა ხელმოწერით არ შეეგუება მოსახლეობა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, თან პლუს ამას როგორც ახლა რუსები ამობენ რომ მაგალითად კონსტიტუციაში აქვს შეტანილი ეს 4 ოლქი და ამიტომ აუცილებლად ისევე არის უკრაინის კონსტიტუციაში ეს უკრაინული ტერიტორიები. ასე რომ მოსახლეობა განწყობილია ბრძოლისთვის და რა თქმა უნდა სამართლიანი დასრულებისთვის, მშვიდობიანი სამართლიანი დასრულებისთვის ამ ომის. ანუ გადაღლები არიან, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ გადაღლები არიან და ზუსტად იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაწიდეს, ახლა დათმობებზე უკვე არ ფიქრობ. რა თქმა უნდა, დათმობება თვითონ მოსახლეობის საზგეუნები, საზოგადოების საზგეუნები, მოსახლეობა არამს და არამს არ შეეგუება კაპიტულაციურ ნაბიჯებს, ეს თუ ერთმან უკრას ხელისუფლება თუ გადადგა კაპიტულაციურ ნაბიჯებს არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. მადლობა, პრინციპში თითქმის სადღაც 20 წუთი ავსაუბრობთ, ვინც აქამდე ჩვენთან ხართ კიდევ ერთხელ გამოვიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, ასე უფრო ბევრი ნახავს. ჩვენ დავებჩდებოთ მაყურებელს და მომავალ სამშაბათს პრინციპში თუ არაფერ მახელი არ შეგვიშალა და პრინციპში შენ თუ არ მოგიწია სადმე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებისკენ გადასვლა, კიდევ ერთხელ შევიდე. მოდი ესე ვთქვა, რატი შენ თავად ხარ უკრაინელის ამბებით ძალიან დიდი ხანია დაინტერესებული ხარ. ალბათ ჟურნალისტებიდან რომ ავიღოთ, ხო, ყველაზე ბევრი ნაყოფი ხარ აქ ცხენწელებში. როგორც მე ვიცი, მაგალითად დონეცკის და ლუგანსკის ოლქი ისე არანაკლებ შენ ვიცი ეს ოლქები კარგად და ის საბრძოლო ძირითადი ქალაქები როგორც ჩვენ. ასე რომ აუცილებლად გავაგზავნებთ. ნახვამდის. ნახვამდის.